როდესაც გეუბნებიან, რომ არ შეიძლება ამ შიერზე ტკბილეული, მაგალითად ნამცხრები, არ შეიძლება ამ შიერზე შოკოლადი, არ შეიძლება ამ შიერზე გამაგრებელი სასმელები, მათ შორის კოლა, სპრაიტი, ფანტა და კიდევ ბევრი სხვა, და რომ გეუბნებიან, რომ შიერზე ნუსვამ ენერგეტიკულ სასმელებსო, უნდა დაუჯერო და ინახე რატომ. ეს იმიტომ, რომ გამაგრებელ სასმელებში, ენერგეტიკულში, ნამცხრებში, შოკოლადში, მოკლედ ტკბილეულში არსებული გლუკოზა იმის გამო, რომ თქვენი კუჭი ცარიელია, პირდაპირ აღმოჩნდება წვრილ ნაწლავში. წვრილ მას შეიწოვს და სისხლში რამდენიმე წუთში გლუკოზის რაოდენობა მიაღწევს არანორმალურ პიკს, ლამის წევერეს. პანკრეასი იქნება შოკში. პანკრეასი იქნება გაგიჟებული ხოლმე, ეს რა ხდებაო და გამოყოფს ოხრად ინსულინს. ინსულინი გამოიყოფა იმდენი, რომ თუ სადმე იპოვის სისხლში გლუკოზის მოლეკულას, ეგრევე გადაამისამართებს ერთი მხრივ კუნთებისკენ და მეორე მხრივ ცხიმოვანი ქსოვილისკენ. სწორედ მაგიტომაც არის, რომ მე გეპი მოგემატება ეს მუცეზე კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი გაგიზდება. გარდა მაგისა, სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაგივარდება. კი, ახლახანს მივთვით ტკბილეული, მაგრამ იმდენი იყო ინსულინი ამ საპასუხოდ, რომ გლუკოზის რაოდენობა სისხლში დაგივარდა და თავისთავად მას ვეღარ მიიღებს შიმშილის ცენტრი, რომელიც გავს ჰიპოთალამუსში, მას ვეღარ მიიღებს და რა მოხდება ამ შემთხვევაში? სხეული გამოყოფს ეპინეფრინს, გამოყოფს კორტიზოლს, გამოყოფს გლუკაგონს და ამის საპასუხოდ ახლა იქნება ისეთი შიერი, რომ მოგინდება რომ რაც შეიძლება ბევრი ჭამო ისე ტკბილეული. ანუ ახლახანს მივთვი, ისე ტკბილეულს დაიწყებ. მე ახლახანს მივთვი, ისე ტკბილეულს დაიწყებ და მთელი დღის განმავლობაში ხარი ამ ტკბილეულზე უკვე დამოკიდებული. ამიტომაც არის რომ წონაში წიმატებ და იმატებ ეს ხიპი გეძდება, მერე წნევაც გეძდება, მერე გივითარდება ინსულინზე რეზისტენტობა, მერე შაქრიანი დიაბეტი და მერე უკვე ხდები დამოკიდებული წამლებს. აი ამიტომაც არის რომ შიერზე არასდროს არ უნდა მივთვა ტკბილეული. თუ მაინც თამაც ტკბილეული შოკოლადი და მსგავს რაღაცები გიყვარს, მე გეტყვი როდის უნდა მივთვა ის. როდის და როცა თქვენ უკვე მორჩებით თქვენ საუზმეს, სადის, როცა თქვენს კუჭი უკვე იქნება რაღაცა რაოდენობის სხვა საკვები, აი ამის მერე შეგიძლიათ უკვე მივთვათ თქვენი ტკბილეული, თქვენი ნამცხრები, თქვენი გამაგრებელი სასმელები, თუ ესე ძალიან გიყვართ, პრობლემა უკვე აღარ იქნება. ეს იმიტომ რომ თქვენი კუჭი უკვე სავსეა, მაშინ უკვე სხვა საკვები არის, მას სანამ არ მოინელებს რამდენიმე საათის განმავლობაში, მანამდე მას აღარ გადაამისამართებს წვრილ ნაწლავში, ამიტომ გლუკოზაც შეიწოვება ახლა უკვე ნელ-ნელა საათების განმავლობაში და პანკრეასი იქნება მშვიდად, აღარ დაბანიკდება. ასე რომ, როცა უკვე მორჩებით ძირითად საკვებს, აი ამის მერე უკვე შეგიძლიათ მივთვათ თქვენი ტკბილეულს. თუ ეს იცოდით, მაშინ ეს ვიდეო დააგულეთ და თუ არ იცოდით და ტკბილეულს მაინც შიერზე მივთნევდით, მაშინ მოიწონეთ. და კიდევ, ეს ვიდეო ასე გავგზავნე იმ ადამიანს, ბევრ ტკბილეულს რომ მივთნევს.